მოგესალმებით მეგობრებო, სასწაული კვირაა. მეგობრებო, სასწაული კვირაა. Paris Saint-Germain-მა მოიგო, კვარამ უმაღლესი გოლი გაიტანა. Realმა წააგო, Barça-მ მოიგო, Bayern-მა წააგო. 64-ში ხო არა ვარ. მოიცერეთ წუთი. ბოდიში. ალო. გუგერსა ხარ? ხო, არაფერი, შენ ჭირიმე, ტელეფონს ვამოწმებდი. კაი, მადლობა. რა 64-ში გუგერსას რა უნდა 64-ში. ცოცხალი ვარ. უმაგრესი გოლი გაუტანა ხვიჩამ ასტონ ვილას. რა რეაქცია მქონდათ, იცით? აი, კვარას გოლზე, აი, ემილიანოს სტილში. თან ქართულად, თან ფრანგულად, ეს. ეს MVP-ს გახდა მატჩის ჩვენი ხვიჩა, მაგრამ პრინციპში რაც გადავიდა პარიზში, სულ MVP არ არის. მეგრელი ვარსკვლავი PSG-ში, ეს არის MVP. მეგრელი ვარსკვლავი Paris Saint-Germain-ში. სხვათა შორის ხვიჩამ MVP-ს ჯილდო თავის პატარა ვაჟს მიუტანა. ნახოთ ვიდეო. ანუ ხალხო რა გამოდის ახლა? რომ ეს უსაყვარლესი ანგელოზი 8 თვის დამიანეს, უფრო მეტი ჯილდო აქვს ვიდრე ჰარი კეინს? ბარსელონამ 4-0 მოუგო დორტმუნდს. ფანტასტიკური ფეხბურთი არჩვენა ბარსამ. ოღონდ პირდაპირი გაგებით ფანტასტიკური. ნახეთ, გოლები გაიტანეს 36 წლის ლევანდოვსკიმ, 28 წლის რაფინიამ და 17 წლის იამალმა. ინტერსტელარის ენაზე რომ ვთქვათ, ბარსამ დორტმუნდს წარსულშიც მოუგო, აწმოშიც და მომავალშიც. ინტერსტელარზე გამახსენდა, იმედია ინტერნაციონალესაც ასე ფანტასტიკურად მოუგებს და ფინალში გავა ბარსელონა. რაც შეეხება არსენალი რეალის მატჩს. რაის მბაპე, რაის ვინიციუსი, რაის ბელინგემი, რაისი, დეკლანი ძმაო. ეს რაკნა ბიჭო, 2 სასწაული ჯარიმა გაუტანა კურტუას. მოკლედ, დეკლან რაის მთელი კარიერის მანძილზე ჯარიმიდან გოლი არ ჰქონდა გატანილი. გადაამოწმეთ ძმაო. და ახლა გაუტანა რეალს. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პლეი-ოფებში 2 ჯარიმა ერთ მატჩში არავის გაუტანიათ და ახლა გაუტანეს რეალს. კურტუას მთელი მეკარეობის მანძილზე ცუდად კედელი არასოდეს დაუყენებია და ახლა დააყენა. მე რას ვფიქრობ, იცით? ფეხბურთის ღმერთსაც ამოუვიდა ყელში რეალის ჩემპიონობა. და პირად კონტროლზე ყავს აყვანილი ჩემპიონთა ლიგა. სხვა ახსნა მე არ მაქვს ძმაო. ხო, აქვე ბოდიშის მოხდით, ჩემ სცენარისტს მიმართავ, გელაიას ვეტყვი რაღაცას. რეალის ფანია გელაია. გელაია, ამ ხელა რეალმა ერთი გოლი რო ვერ გაუტანა არსენალს. რაია, მაი? რაია. რეალის წაგებიდან გადავიდეთ უფრო სასიამოვნო ამბავზე. რა არის უფრო სასიამოვნო? რეალის წაგება. სანტიაგო ბერნაბეუზე მამარდას დამსახურებით. შენ გენაცვალე მამართ, ჯიგარი ხარ, ეს რა სეივები აკეთა, ვინიციუს პენალტი აუღო. 8 დარტყმა მოიგერია, მატჩი მოიგო და MVP-ს გახდა. სხვათა შორის პენალტის წინ ვინიციუს დავენიზლავი 50 ევროზე აუღებო და აუღო, მაგრამ ვინიმ თავანი არ ჩააბარა. ხო და ახლა მინდა მას მიუმართო. ერთი წუთი. Pupla. ერთი წუთი. ამ ამბავს ჩვენი ერთგული მაყურებელიც გამოეხმაურა მეგობრებო, გიო ასეთი ხუმრობა გამოგვიგზავნა. სანტიაგო ბერნაბეუზე მამარდამ ყველაფერი აიღო 50 ევროს გარდავა. მადლობა გიო. მოკლედ მამარდამ ისე ითამაშა, თავის თავს ხო დაეხმარა მცირე ჩავარდნის შემდეგ. ტურის სიმბოლურში მოხვდა, ვალენსიას ხო დაეხმარა გასავარდნის ზონიდან თავის დაღწევაში და თავის მომავალ კლუბ
ლივერპულსაც კი დაეხმარა ამ ერთი მატჩით. რაში დაეხმარა ლივერპულს? გადაწყვეტილების მიღებაში. აქამდე ხო ფიქრობდნენ ალისონი დავტოვოთ ერთი წლით თუ გაუშვათ, ახლა წესით უნდა გაუშვა. და ბოლოს თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა მესამე ზედიზედ, რაც უპრეცედენტოა. გილოცავთ ყველას, შენ გენაცვალე გივი, ძალიან მაგარი შედეგია, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, სხვათა შორის თავად გივიმ თქვა, კი კარგია ევროპის ჩემპიონობა, მაგრამ ახლა დროა სოფლიო მოვიგო და კამარს დავეუფლო. ანუ სოფლიოს მოიგებს და კამარს დაეუფლება. ჩემო გივი დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. 99%-ით მოიგებს სოფლიოს, მაგრამ თუ 100%-ით გინდა, მოდი მაინც ისარგებლე ოსშ-ს დაზღვევით. ოსშ-ს დაზღვევა. რა არის ეს? ოთარის სპორტ შოუს დაზღვევა. ოსშ, ოთარის სპორტ შოუ. ანუ ოთარის სპორტ შოუში გვესტუმრე და 100%-ით შენია კამარი. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, პანამის არხი, სანამ ეს პანამის არხი ვიღაცებმა მიიერთეს და იქ ნახავთ როგორ ეუბნება გელაია კორძაძე იმ ვიღაცეებს, რომ რა იქნება ბიჭო, ვანიც მიიერთეთ, ვანიც. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. ახლა რაც შეეხება გადაცემის შემდეგ ნაწილს. ჩემი ბუთქუჩა ვახო არ მოგენატრათ? არ მოგენატრათ მისი გამოკითხვები ქუჩაში სეირნობა? ხო და აბატონო, კი ვიცი რომ მოგენატრათ, ვიცი. გავუშვი ვახო ქალაქის ქუჩებში და მოდი გავიგოთ ჩვენი ბრძენი თანამოქალაქენი რას ფიქრობენ, ვინ მოიგებს წელს ჩემპიონთა ლიგას? ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? კვარაცხელია. რა თქმა უნდა. PSG მოიგებს. აბა. უსე ვარდი შეირომაცია, ხო შეიძლება? ეტო არა. ხო. ეტო არა. ეტო გოგოისფერი ხო არ არის? აბა რა. მე თმამაქცისფერი, აბა ბიჭებისფერია მარტო. კი ბატონო, ნატალია. რეალი. ჯერა კაცო. ჯერა მაინც. 3-0-დან? 4-1 მოიგებენ სახლში და პენალტებში მოიგებთ მე დავთ. რეალ მადრიდი. რეალ მადრიდი. 3-0 რო წააგო არსენალთან მაინც? მაინც. ამოუკავშავთ ჩვენ. მაგრამ PSG? PSG კვარაცხელია ყველაზე მაგარია თამაშობს. PSG. რატომ? იმიტომ რომ კვარა თამაშობს. რავი, ალბათ ბარსა შეიძლება. რეალი რა თქმა უნდა. დავაქამბექებ 17-ში უეჭველი მოვიგებთ. ისევ რეალს ფიქრობ, ოღონდ მიზეზი არ ჭირდება, უბრალოდ მოიგებს. ქუჩა ჩვენია, მაგრამ რეალი მაინც და კი ბატონო. მადლობა. სეზონში მოიგებს ქუჩა. ალბათ ბარსელონა მოიგებს და ლევანდოვსკი სიბერეში თავის დამსახურებულ ოქროს დაიბრუნებს. რომელიც თავი დროზე არ მიცეს უსამართლოს. კი. აი პანდემიის დროს ვამბობ რა. პანდემიის დროს და მე კოპა იყო მესის, როგორც მახსოვს შემდეგზე და ეს ეკუთვნა. კი ბატონო. ხო. მადლობა. ეკუთვნის. და PSG? PSG ახლა კვარას ხათრით და კვარას გულისთვის. წელს მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ბარსა. აი დინამოს როდის ეშველება დინამოს? ნაშველი აქვს. ნაშველი აქვს. მატყობს ეს ბავშვი. არა. კაი ფეხბურთელები ხდებიან და ნაკრებში მოხვდებიან, ვინც კარგად თამაშობს. და PSG-ში გადავლენ, ვალენსიაში. გადავლენ. ბარსაში ბარსაში არა ის ამას უყურე ახლა. ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? PSG? რატომ? კვარა? რატომაც არა? რატომაც არა? PSG. PSG. იმიტომ რომ კვარა არის და კვარას იმჯერა. ან რთული საკითხია. ჩვენ რო გვინდა, ეგ არის PSG და დანარჩენი რა გითხრა რა? გონია რომ PSG მოიგებს. და დარწმუნებული არა ვარ. თუ მათ თქვი, ხო? გვინდა PSG, მაგრამ ვინ გონია? ალბათ ბარსელონა. რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვატყობ რომ რეალი გავიდა უკვე გაღმა. ხოდა. მე მგონი ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და მე სურვილი მაქვს PSG მოიგოს. მე ძალიან მინდა რომ არსენალმა მოიგოს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს დეკლან რაისი. არტეტას გუნდი როგორც ჩამოყალიბდნენ, როგორც გაიარეს ეს გზა. ძალიან მომწონს, თუმცა გულშემატკივრა კვარას და PSG-ს. არსენალს ყოველთვის ჰქონდა ბერკამპისაც ლამაზი იყო, ანრის არსენალის ლამაზი იყო. ის მშვენიერება რაც ჰქონდათ, ჩემი აზრით დაიბრუნეს და მე ძალიან მიხარია და როგორც ინგლისის ნაკრების გულშემატკივარს ორმაგად გამიხარდება. ბარსა. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მაგარია წელს. ეს ბიჭი ამომიჭარი რა. არანაირად. აი, მადრიდისტან ხარ, ხო? 1 მინუსი ყველას აქ როგორც მივხვდით. ხო. მადრიდისტან თუ ხარ ძალიან აწყენი უნდა იყო. ბრინჯი აღარ ჭამო ერთი კვირი. რა ისი? უეჭველი. აზარია რა. ჩემი აზრით პარიზი მოიგებს. რატო?
რა ვიცი, არ მოხდილია და ყვარად გადასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ წავუგიათ და ჩემპიონატში წაგება არ აქვს. ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ყვარა, ფინალში ვის მოუგებს? ბარსას. აი, ბარსას. არის სენ-ჟერმენი. ხვიჩა თამაშობს და ის ცხადია უნდა მოიგოს. ფორმაშია გადასარევში. განა სუბიექტურები ვართ მართლა. არა, მართლაზე არის. ვის მოუგებს ფინალს? ბარსელონას. აი რანაირი ძაღლი გუნდია ეს რეალი 3-0 წააგო და ხალხი მაინც ფიქრობს რომ რეალი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. თქვენ ვის ფიქრობთ რომ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? დაწერეთ ვიდეოს კომენტარებში. აი მე ვფიქრობ რომ კვარა მოუგებს ბარსას. ესპანეთის შემდეგ სოფლიოში პირველად გაიხსნა ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი, თან თბილისში გაიხსნა, მეგობრებო. ამ ფაქტს გამოხმაურების გარეშე მე ნამდვილად ვერ დავტოვებდი და ამიტომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბარსას თორ ჯორჯიას დამფუძნებელი დავით ზაქარიაძე. მოგესალმებით, დავით. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მადლობა თქვენ. რაღაცა გაქვთ მოტანილი ხედავ ახლა და ვიცი თქვენი დიდი გულშემატკივარი ბრძანდებით ბარსელონასი და ეს ჩვენგან საჩუქრად მოიცა. ეხლა უნდა ეს აქ უნდა ვნახო. კი ბატონო. ანუ პირველი ეს თქვენი სიყვარულიც ვიცით ნიდერლანდების ბარსელონასი და ოპა! რეტრომაისური ბარსასი, აბატონო. და ახა ნახევარღმერთი. იოჰან კროიფი. ვა, რა მაგარია. ეს ჩემია. ეხა მეორეც ჩემია, ვნახო, მოიცა? მეორეც მაისურია? კი ბატონო. მეორეც ნახეთ. აი ეს ახალი მაისური და აი ვინ არის? იამალი ბარსელონას. კარგი, მოდი მე თქვენი ნებართვით ასე მოვიქცევი რა. ნახეთ. ეხა იოჰან კროიფის რეტრო მაისური ჩემია და ვერავინ ვერ წამართმევს. ეს მაისურიც ძალიან მომწონს და ძალიან მინდა, მაგრამ რო არ ვიყო ღორი მოდი ჩვენს გულშემატკივრებში გავათამაშებ ამ მაისურს. ძალიან კარგი. თქვენი გადაწყვეტია, რა თქმა უნდა. ხო, თანახმახართ. კი, ასე. გავათამაშებ, მოკლედ ამაზე ცოტა მოგვიანებით დავდებთ ინფორმაციას და შეკითხვას დავსვავთ და ვინც უპასუხებს, იმისი იყოს იამალის მაისური. აბატონო, თან ნაღდია ეს. ნაღდია, ბაზრობაზე ნაყიდი კი არ არის. ნამდვილად. კარგი. აჰა, ეს ამ მაისურის ბედიც გადავწყვიტეთ. ჯერ არ გადავწყვიტეთ, მაგრამ მიმართულება მივეცით სწორი. კი ბატონო. მოკლედ, გამარჯობა დავით. გამარჯობა. დიდი მადლობა. 6 წელია ეს გადაცემა არსებობს და ძლივს ისეთი სტუმარი მოვიყვანე, ვისთანაც თავისუფლად ვისაუბრებ ამ თემაზე. ეხა 15 ლიგა უნდა გქონდეს რეალს მოგებული, იმიტომ არა, ნამდვილად არა. ანის იუვენტუსთან ბოლო პენალტი რა იყო? თამაშგარე. რა თქმა უნდა. ატლეტიკოსთან თამაშგარედან გაიტანეს საერთოდ. იუვენტუსი ატლეტიკო. საერთოდ. ან დონარუმაზე ჯარიმა? კი. ჯარიმა არ იყო ძმაო? იყო, ნამდვილად იყო. ხო, ისე მართლა რას ფიქრობ, რამდენი თასი უნდა გქონდეს რეალს? აი, ძველ დროს რო გადავხედოთ, ალბათ იმ ხენტოს და დი სტეფანოს ვერ შეეხები. აი, იმ დროს მართლა კარგები იყვნენ. მაგრამ აი თანამედროვეობაში ეს რო გამოაკლო ეხლა, რაც თქვით, 10 ალბათ გაიქნა. 10 კარგი იქნება. 10. ამ კვირაში რა უფრო გაგიხარდა? ბარსელონას მოგება თუ რეალის 3-0 წაგება? ხო. ალბათ რეალის წაგება. და ბარსელონა მოსალოდნელი იყო, ვიცოდით რომ მოიგებდა. ხო, ბარსელონა ყველა ველოდებოდით. კი წააგო რეალმა 3-0, მაგრამ აი რანაირი გუნდია იცი ბიჭო, მაინც რაღაცნაირად მეშინია რა. კი. რო 4-0 არ დაუტრიალოს რა. ხო, არა გამკეთებელია, შენც ხო იცი რომ გამკეთებელია. ნამდვილად აქვთ ეგ გენში. მაგრამ რა მე მგონია რომ ამ ჯერზე ვერა. კაი, ნახოთ აგერ. სულ მალე იქნება განმეორებითი მატჩები, დაველოდოთ და ნახოთ, ხო. მე სხვათა შორის რატომღაც მგონია რომ პარი სენ-ჟერმენი ასტონ ვილაც არ არის ჯერ ბოლომდე დამთავრებული ამბავი. არ ვიცი ხა კიდე დაცვაში ხوار ჩადგება მთელი გუნდი. ხო, ვილა პარკზე მე მგონია რომ შეუტევს ასტონ ვილა და
თუმცა შეუტევს და იქ არა გაიქცევა და არა დამთავრებულია. დამთავრებულია, ნამდვილად კი. დამთავრებულია. მე შემდა გისაყვედურო. რა ქენი ასეთი 90-იანი წლების შემდეგ მაღაზიასთან ქართველების რიგი ასეთი პირველად ვნახე. ხო, კი. მოგვიყევი ახლა იდეა საიდან წამოვიდა, როგორ წამოვიდა, როგორ გააკეთეთ და გახსნის დღეს რა ხდებოდა. ხო, ანუ ნამდვილად ანშლაგი იყო, არ ველოდით, ჩვენც ვიცოდით ახლა გქონდა ის გამოკითხვები, რამდენი გულშემატკივარი იყო საქართველოში ბარსელონასი, გარშემო. რამდენია ისე? დაახლოებით 500,000 წდება. რას ლაპარაკობ? კი, ძალიან დიდი. მთლიანად საქართველოში. კი. რაც იყო აი ესეთი ისა, ბარსა მადრიდი არის ასე ვთქვათ თანაბრად და შემდეგ დანარჩენებზე, ნუ კვარა რა თქმა უნდა და ჩვენი როგორ რა მეთოდით გამოიკითხეთ? ეს არის ესეთი კომპანიები, კვლევებს ვინც ატარებენ და შესაბამისად გარდა ასე ვთქვათ პირდაპირი კითხვებისა, ასევე არის აი ფან-კლუბები, ვისაც გამოწერილი ყავს, ესენი ყველაფერია, ნუ დიდი ანალიზი გაკეთდა და ნახეთ რომ მიუხედავად იმისათან ახლა ბარსელონას კარგი სეზონებიც ედგა, სანამ ჩვენ რო დავიწყეთ მოლაპარაკება, მაშინ არა, მაგრამ წლევანდელ სეზონს რას ერჩილებს? შულიურად მივდივართ, ლა ლიგაშიც კარგად მივდივართ და ყველგან. შენ ის თქვი პარი სენ-ჟერმენს თუ შევხვდით ფინალში ჩემპიონთა ლიგაზე, ხო არის შანსი მაგისი? კი, ხო? დიდი შანსი. ანუ რეალმა თუ არსენალს ვერ მოუგო, ჩათვალე ფინალი PSG ბარსაა. დიდი შანსია ყოველ შემთხვევაში ამის. იქ ნახე ხა, იქ კვარას უნდა უგულშემატკივროთ. კი, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყიდოთ ბარსას მაისურები, შარფები, კეპები და უგულშემატკივროთ პარი სენ-ჟერმენს. კვარას. ნამდვილად. კარგი, კვარას, რა თქმა უნდა. თული ეტაპი იყო, ძალიან გვაინტერესებს და მოგვიყევი რა დეტალურად, როგორ მოხდა, ანუ მოლაპარაკებები, როგორ დაგთანხმდნენ, ახლა ბუენოს-აირესში არ არის. რიო-დე-ჟანეიროში არ არის და თბილისშია. კი ბატონო. არა, ნუ ძალიან რთული იყო ნამდვილად თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ პირველი იყო ბარსასთვისაც, იყო იდეა რომ უნდათ გასვლა სხვადასხვა ქვეყნებში, ახალი ბაზრები, გაეხსნათ ბაზარი ახალი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი მოთხოვნა თვითონ ესპანეთშიც, აი მილიონობით ადამიანი მიდის ამ ბარსას ფან-შოპებში. და ნუ თავიდან რომ დავიწყეთ მოლაპარაკება, რაღაც მაინც სკეპტიკურად გიყურებენ, პატარა ბაზარი ვართ, გინდა არ გინდა, არ არის ახლა ისეთი ჩვენ არა ვართ აი 30-40 მილიონი, მაგრამ სამაგიეროდ 3 მილიონამდე ვარ და 10 მილიონი ტურისტი ჩამოდის. შესაბამისად სტრატეგიულ ადგილასა ვარ, თქვენ კი იცით ახლა ადგილი მაგარი არის, ჰაბი არის, სიტყვაზე მთელი კავკასიიდან მაინც ახლა ყველაფერი აქ ხდება, იგივე შეგვიძლია ვთქვათ უზბეკეთი, ყაზახეთი, ეს ყველა ასე ვთქვათ საქართველოს სტუმრები არიან და ანუ ჩვენ მათ ბაზარზეც გავდივართ, ხო? რა თქმა უნდა. შუა აზია ჩვენთან მოდის, ჩინეთიდან ბევრი ტურისტია, ევროპიდანაც იმდენი არა, მაგრამ ტურისტები ჩამოდიან. კი ბატონო და ანუ აი ეს იყო ადგილი რაც ნუ თვითონაც მოეწონათ გარდა ამისა სხვა როსაც ვახსენე რომ თვითონ ჩვენი მუშაობის სტილიც მოეწონათ ნახეს რა შეგვეძლო და აი ესე ნაბიჯ მართლა ძალიან რთულ დროს დავიწყეთ მესი ახალი წასული არის ბარსელონა 2022-ში თქვენ იცით რა შემადგენლობა გვყავდა და აი მაგ დროს ვამბობდით რომ აუ ეხლა რომ დაგვეთანხმო რა ვშვებითო ეგ იყო მაგრამ ნუ საბოლოოდ მივედით იქამდე რომ აი ნელ-ნელა მე მგონი სწორ დროს რა და ყველაფერი ისე მოხდა ის ვარსკვლავები ისე განეწყო რომ ზუსტად იმ დროს როცა საჭირო იყო მოხდა ეს ყველაფერი ახლა დავით ნახე დაუშვათ დარწმუნებული ვარ ახლა რომ ბარსელონას კომაგი ბევრ ქვეყანაში ყავს მთელ მსოფლიოში ხო ნუ რადგანაც ჩვენ ევროპა ვართ და ევროპის ნაწილი ვართ მოდი ევროპაზე ვისაუბროთ ხო აი მაგალითად საბერძნეთში არ არის უნგრეთში არ არის რუმინეთში არ არის საფრანგეთში არ არის ხო აი ჩვენ რითი ვართ წინ აი ამ ამბავში და უფრო მაგარი კომაგები ვართ ბარსასი ვიდრე დაუშვათ უნგრელი კომაგები ბარსასი თუ რამ გადაწყვიტა ბევრი ფაქტორი არის სხვათა შორის აი ჩვენი ბიჭების გამოსვლა ევროთასებზე ძალიან დაგვეხმარა ნახეთ რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ აი იგივე ხა უნგრეთის ვერ შეგვედრება ფეხბურთის სიყვარულში მაგალითად ვერ შეგვედრება მე მგონია ეხა ვერა პუშკაშის ქვეყანა ვერ შეგვედრება ნუ ადრე ყიფიანი ყავდა ჩვენ და ეხა ადრე თელდროზე მაგრამ თანამედროვეობაში მე მგონია რომ ნუ აი ჩვენ ეხა მაინც ფეხბურთით ცხოვრობ და აი გვაქვს ის რაღაც ლათინური სიყვარული გვაქვს კი აი ანუ ბუენოს-აირესზე უნდა მეკითხა ისევ რა იქ რატო არ არის თქო იქ ბაზარიც დიდია ვაჯობეთ, ბევრს ვაჯობეთ. ბევრს ვაჯობეთ, ძალიან მაგარი ამბავია. ბევრი ხალხი წერდა ფასებზე. დიახ. რა გაქვთ მაღაზიაში ყველაზე ძვირიანი და ყველაზე იაფიანი? ანუ
გამომდინარე იქიდან ჩვენ ოფიციალური შოპი ვართ, ფასებთან აი რაც შეგვიძლია ვცდილობთ რომ მოვარგოთ ჩვენ ბაზარს, მაგრამ ანუ ყველაზე ძვირიანი რა ვთქვა, რა თქმა უნდა, ოფიციალური match days, რასაც ეძახიან თამაშო ფორმა, რითიც ფეხბურთელები თამაშობენ. აი ზუსტად Yamal's რასაც ლევანდოვსკი რასაც ზუსტად ეგ ფორმა არის. ის ფორმა? ზუსტად იგივე, ანუ არანაირი რეპლიკა, ორიგინალი, ეგ არის ყველაზე ძვირიანი და ყველაზე იაფიანია სუვენირები, ბრელოკები, ასე შემდეგ, პასტები. არის ესენი. ხო, აქვე ვთქვათ, რომ რადგანაც თქვენ ოფიციალური ფანშოპი ხართ, რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმაც, ანუ რაღაცა სტანდარტს თქვენ ვერ გაცდებთ და ვერც უფრო ძვირად გაყიდით და ვერც უფრო იაფად გაყიდით. ხო ასეა? ნამდვილად. აი საიძეც რომ თქვენ შეგიძლიათ ყველა რომ მოდის ხოლმე მომხმარებელი, ამოწმებენ ბევრი საიძე და საიდან შედარებით რაღაცა ცოტა იაფად. ყველაფერი იქიდან მოდის? დიახ, ყველაფერი. თუ რამე დაუშვათ ბრელოკი მაინც არ მზადდება აქ? არაფერი არ მზადდება, ბარსელონიდან გამოდის ერთი დიდი შეკვეთა და მოდის პირდაპირ საქართველოს. ამანათები ჩამოდის და ჩამოდის. ამ მომენტისთვის ყველაზე გაყიდვადი ფორმა რომელია? ან რა გაიყიდა ყველაზე მეტად უკვე ან ეს სტატისტიკა თუ რომ დავალაგოთ ალბათ Yamali მაინც ხო? კი, ეხლა სხვათა შორის ბევრმა მკითხა რომ აი საერთოდ რა იყიდებაო რა და ბოლო 2 თვე არის რაც Yamalis ფორმება გადაუსწრო, ასე ვთქვათ მესის რა დაძერები, იმიტომ ხალხი მაინც უყვართ რა ვაგას ვერელებიან, მაგრამ ეს ბოლო 2 თვე უკვე აჯობა პატარა. ეს რეტრო ფორმა ჩემთვის დაამზადებინეთ თუ გვაქვს ეგეც მაღაზიაში, მაგრამ ეს კონკრეტულად თქვენთვის იყო. ეს 14 ნომერი თქვენ დააწერეთ. კი, ჩვენ გვაქვს სპეციალურად იქიდან ჩამოტანილი აპარატი, ის ყველაფერი რაც არის თავარი. ანუ ვინმეს რომ უნდოდეს ახლა მაგალითად რივალდო, ან სტოიჩკოვი, ან მარიო ბაკე, მე მაგრამ ევასებოდა მარიო ბაკერო, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. აი რომ უნდოდეს ახლა რა თქმა უნდა კრუიფი მირჩევნია, მაგრამ რომ მომინდეს ნაუშვათ 6 ნომრიანი მაისური და ბაკერო ეწეროს. კი. დიდი ამას გააკეთეთ. ყველაფერი თავისი გვაქვს. მალხაზი, ჯემალი, ლუიზა, ყველაფერს დააწერთ, ხო? ყველაფერს დავაწერთ რამდენიმე ფეხბურთელის გარდა თქვენც იცით ახლა ვიზიო. იმათ ვერ დავაწერთ. ხო და ნახე რისი თქმა მინდა. აი იმ რამდენიმე ფეხბურთელზე რო ვისაუბროთ, მაგალითად ლუიშ ფიგუზე. აი რატო არ გაქვთ ეგ მაისუნი? აი წვიმიან ამინჩი მაინც რო ფეხი გავიწმინდოთ ამ მაისურზე. მაინც უფრთხილდებით რეალის კომაგებს და კომაგებს უფრთხილდებით. არა და ბარსას ფორმასაც უფრთხილდებით, ხო ეხლა იქ გვარი კი აწერია ფიგუ, მაგრამ ახლა ბარსას ფორმაზე ფეხის გააწმენდა არ მოსულა. არ შეიძლება. ან წვიმიან გამინჩი რო ჩავიცვათ, მარტო ზურგზე რომ მოხვდეს წვიმა, სადაც ფიგუ აწერია. იდეა. ხო, ანუ მაინც ლიდერობს Yamali. კი. და მე პედრი მოდის, პედრი გავი, ლევანდოვსკი და მეკარის ფორმები თუ გაქვთ. კი, სხვათა შორის გუშინ გავათამაშეთ, ზუსტად ბატონის ჩესნის ფორმა გვაქვს. და როგორი რეაქცია გვაქვს, იცი, ვის იყიდის ჩესნის ფორმას, ჩუქნით ლუდის კათხას და სანტებელას. აჰა, ესეც ბარსელონას არა, ნუ ეს ჩვენი ის არის. არა, მაგრამ ბარსას იმითი ლოგოტიპით. ჩვენ მარტო ეგა გვაქვს ბარსას ლოგოტიპები გვაქვს ყველაფერი. თქვენ როგორც ხედავ ახლა ბარსასთან კარგი ურთიერთობა გაქვთ და რაღაცა ულუარული ინფორმაცია მაინტერესებს. რამდენ ხანში გექნებათ კვარას მაისურები? იმედია რომ მომავალ სეზონში, მაგრამ ცოტა რთული იქნება რა. რთული. რატო რა თლათ მომავალ სეზონში არ ამგონია რომ 1-2 შეელიოს პარი სენ-ჟერმენი კვარას გააჩერფი როგორ დამთავრდება ფინალი წეღარას თქვით ის ფინალი. ის ფინალი როგორ დამთავრდება, ხო? ისე რეალის ფანები იყვნენ მაღაზიაში მოსული. სხვათა შორის კი მოდიან რა, იმიტომ რომ არ აქვს ხოლმე წასასვლელი, აბა რეალის ის არ აქვს. ჩვენ წეუბნებით თუ არ მოგწონთ წადით მადრიდის მაღაზიაში. მაგრამ საწავიდან ისე ბარსას ფანებმა მეტი იყიდეს ჩასაცმელად თუ რეალის ფანებმა დაასახევათ. ეგ კვლევა უნდა გავაკეთოთ კი. ასევე როგორც იცით ამ ყველაფერსთან ერთად მაღაზიასთან ერთად ფანშოპთან ერთად არის ლეგენდების მატჩი 16 მაისს. კი ბატონო, აი მოგვიყევით აბა. ხო, აი ვინ ჩამოდის, რასაც ჩამოდის, როგორ ხდება ეს? ძალიან აი ეს მართლა ძალიან კარგი რაღაცა გაკეთდა. ჩვენმა ბიჭებმა ორიენტის ბიჭებმა გააკეთეს ესეთი ისა და რა თქმა უნდა ჩვენც ჩართულები ვართ. წინა დღით მოდიან, ეხლა ამას ოფიციალურად ვამბობ, რომ წინა დღით ჩვენთან მოვლენ ფანშოპში ხელმოსაწერად. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დადასტურებული, მაგრამ საბოლოოსია დაახლოებით ერთი თვით ადრე იქნება. აი დადასტურებული ვინ არის?
დადასტურებული არის მენდიეტა, სავიოლა, რონალდინიო. მაგარია. ძალიან მაგარი რაღაც არის, მართლა მთელ, ანუ ეს ისედაც ყურებადია და ჩვენთვის ახლა ვინც გავიზარდეთ ამ რონალდინიოს ფეხბურთით. რა, მე რონალდინიოს ბევრ ფეხბურთელზე წინ ვაყენებ, ბარსას ფეხბურთელებზე, ანუ ამაზე კამათის სულ შეიძლება. ხო, ეხლა ვიღაცას რივალდო უფრო უყვარს, მაგრამ მე რონალდინიოს და მესის დაახლოებით ერთ დონეზე ვაყენებ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ჩემი პირადი გემოვნების ამბავია. პირადად თუ შეხვედრი ხარ ბარსას რომელიმე ფეხბურთელს? კი, რა თქმა უნდა, აშკი შეხვედრულ ვარ და ნუ აი უფრო სასაქს რა, იმიტომ რომ ახლები ეხა ხო პატარები არიან, ლამასიდან ეხა გუშინ გადმოსული ბავშვები არიან და ცოტა რთულია, მაგრამ უფრო აი ვინც დიდი ხანია უკვე ბარსელონაში არის, კარგად ვიცნობთ კი ბატონო. ესე ეხა ვინც ჩამოდიან კიდე ლეგენდები, ბევრი ძალიან კარგი მეგობარი არის და რა ვიცი, იმედია თქვენს გვესტუმრებით და დიდი სიამოვნებით. რაზეა საუბარი? კიდე რა მაინტერესებს ისი კიდე ძალიან რთული იქნებოდა 3 წლის წინ დაიწყო ხო ეს მოლაპარაკებები რომ 3 წლის წინ ბარსას ფანშოპში რა ვიცი მე მგონი თუ გათვლილი ქონდათ რომ ისევ კარგი ბარსა დადგებოდა ხო იმედი იყო ის იმედი ქონდა ნამდვილად რა იმიტომ რომ ყოველთვის იყო თუნდაც იგივე ლამასიაში არ არსებობს რომ რაღაცა საშველი მაქედან არ გამოვიდეს რა მაგრამ ნუ ჩვენც ახლა ვფიქრობდით რომ როცა ახლა მინგეზა იდგა და რიკი პოგი მაშინ დავიწყეთ მოლაპარაკება და ნუ მემფისი იყო და აი ლუკ დე იონგი და კი ვამბობდით რომ აი ხა იქ ხო თან რო გინდა და თან რო არა და ნუ იქნება რაღაცა და საბოლოოდ რომ გვითხრეს ნელ-ნელა გაიწელა ჩვენ და საბედნიეროდ და ანუ აი მაინც კარგი ძალიან ყველაფერი კარგია რაც კარგად თავდება კი ბატონო და ეს ბოლოსკენ თამაში მაქვს შენთან ეგრეთ წოდებული blind ranking-ი კი ბატონო ანუ მე შენ განახებ ბარსელონას ფორმას და შენ უნდა მიანიჭო ადგილი, რომელ ადგილზე გაიყვან, ისე რომ შემდეგი რა იქნება არის. ხო. ანუ შენ შეგიძლია პირველივეზე პირველი ადგილი მიანიჭო, მაგრამ შემდეგი 4 რა მოდის არის. გასაგებია. აბა. მოსულა, საინტერესოა, აბა, როგორ დაალაგდება. 5 ფორმა გვაქვს. და შესაბამისად პირველიდან მე-5 ადგილის ჩათვლით. დავიწყეთ. ეს ჩემთვის მაგარი ძალიან ისეთი მოგონება არის და არ ვიცი შემდეგი რა იქნება თქვენთან მაგრამ ნუ მეორე ადგილი იყოს მეორე ადგილი კი ბატონო მეორე ადგილი ამ ფორმას მესის კარგი გოლები მახსოვს ამ ფორმით კი მაგრამ მე-4 ალბათ მე-4 კარგი რივალდოს ფანები ყავს აქ ხო კი მაგრამ ბევრი ტკივილი იყო ასე რომ მე-5-ზე გავიყვანოთ მე-5-ზე კარგი შემდეგი ეს უნდა გაგვეყვანა მე-5-ზე ამაზე სულ ეს ლუგდი პირველი და მესამე გაქვს დარჩენილი ნუ მესამე მაშინ მესამე აბა ეხლა რას გოჩა და რა მოიგო იყო პირველი ეთა. ფოტოშოპში ესეთი ფორმა გვაქვს და გამოგვიარეთ ფანშოპში კი, აუცილებლად. კი, აუცილებლად ყველანაირი ფორმა აქვს, რეტრო ფორმაც აქვს, თანამედროვეც აქვს, 10 წლის წინანდელიც აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ სტოიჩკოვი და გვარდიოლა გახსენდება ეგრე. და მარიო ბაკერო, საერთოდ არა. გვარდიოლა, მარიო ბაკერო. ხო, გვარდიოლა როგორ დაგვავიწყდა კაცო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დავით ზაქარიაძე, ბარსას თორ ჯორჯიას დამფუძნებელი იყო ჩემი სტუმარი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.